ვერ შედიან ბატონი ეროსი არის ქვემოთ ეზოში და მე მქონდა მხოლოდ საშუალება მასთან გასაუბრების, მას მქონდა გულისკივილი და ესე იგი საყვედური ჩემს მიმართ რომ რატო აფასებ რომ ეს არის ხელისუფლების დაკვეთა. მე მას ვუთხარი რომ ყოველ შემთხვევაში დღევანდელ რეალობაში რაც დღეს არის რომ გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ძალა რომელსაც ისედაც ასეთი წინააღმდეგობა აქვს და მისი პირდაპირ ეთერში გამოჩენისთანავე ხდება ის რომ უეცრად შენ ასეთ ამბავს ტეხავ ტელეკომპანია მაესტროში რომელმაც გუშინ მიიწვია პირდაპირ ეთერში ეს ვინ თუ არა ხელისუფლების ინტერესებშია და მან თქვა რომ აქ იყო სხვა შიდა პრობლემები რომელიც ჯერ კიდე მანამდე იყო დაწყებული ვიდრე ეს მოხდებოდა ისინი ჩემი სახლიდან ჩემი ოჯახიდან მაგდებდნენ და აი ეს სიტუაცია შეიქმნა ამიტომ ეს არის შიდა საკითხები მთავარია საზოგადოების ინტერესები იმიტომ რომ ეს არ არის ესეთი კერძო საკუთრება როგორიც არის კერძო სახლი ან შენი მანქანა ეს არის საკუთრება რომელიც საზოგადოებასაც ეკუთვნის აქედან გამომდინარე ეს ყველამ უნდა გაითავისოს და იცოდეს ეს იქნება დამფუძნებელი თუ მართველი კომპანიის ხელმძღვანელი ყველამ უნდა იცოდეს რომ ეს არის სხვა ტიპის საკუთრება ახლის განმავლობაში გამოდიოდა ინფორმაცია საზოგადოება ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ რომ მართლ კომპანიასა და დამფუძნებლებს შორის არსებობდა განკვეთებული კონფლიქტი თუმცა ჩვენთვის ქრისტიან-დემოკრატების არის კატეგორიულად მიუღებელი და მეორეს რომ გაუგებარი თავად ფორმა რომელიც ამ ორმა სუბიექტმა ერთმანეთში ურთიერთობის გასარკვევად აირჩია ახლა მთავარი არის ის რომ სამართალდამცავებს რომელიც აქ იმყოფებიან და არიან კონცენტრირებული ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები მოუწოდებთ იმისკენ რომ გააკეთონ ყველაფერი იმისთვის რომ ხელი არ შეეშალოს ჟურნალისტებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას ეს ერთი და მეორე სხვა დაზარალებული არ დარჩეს თავად მაყურებელი აი ამ ტელეკომპანიის ჩვენ მხარს უჭერთ ტელეკომპანია მაესტროს და იმას რომ მაესტრომ უნდა გააგრძელოს თავისუფლად ტრანსლირება ეს არის ყველაზე მთავარი და თუ დამფუძნებლებს რაღაც გარკვეული თქვა პრეტენზიები აქვს ერთმანეთს ამან ხელი არ უნდა შეუშალოს თვითონ ტელეკომპანიის ფუნქციონირებას ეს არის ყველაზე მთავარი იმიტომ რომ ქვეყანას სჭირდება თავისუფალი მედია ქვეყანას სჭირდება თავისუფალი აზრი და ბუნებრივია არაფერი არ უნდა ეღუებოდეს წინ სწორედ აი ამ ასე ვთქვათ პროცესს დღევანდელი მოვლენები ერთგვარად ლოგიკური გაგრძელებაა იმ უბედურების რაც ხდება საქართველოში მედიასთან დაკავშირებით. მე ერთადერთი კითხვა მაქვს დღეს, ვინ აფინანსებს ეროსი კიწმარიშვილის სამქმედებებს. მხოლოდ ეს კითხვა მაქვს, იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი ნათელია. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მოვიდეს აზრზე. პირველ რიგში ხელისუფლება. ასევე ყველა, ვისაც საზოგადო საქმეში რაიმე ეთქმის. მოვედი რომ სოლიდარობა გამოვხატო მაესტროს მიმართ. რომ მსგავსობა ხდება. იმიტომ მოვედი. მე მგონია რომ ეს არის სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამას აქვს აბსოლუტურად ღია გამჭვირვალე ხასიათი, არავინ არ მალავს რომ უნდათ როგორმე მაესტრო გააჩერონ. დანარჩენი აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი არის უკანონო. პოლიციელი არ გეუნება პოლიციელი არის თუ არა, იქ ადამიანები ფაქტიურად დატყვევებული ყავთ და უკანონო თავისუფლების აღკვეთას აქვს ადგილი და ჟურნალისტებს ხელს უშლიან თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში, რაც არის შესაბამისად კანონმდებლობის დარღვევა. ყველანაირი შეფასების კრიტერიუმი ამოწურულია პრაქტიკულად გამომდინარე იქიდან რომ ესეთი ფორმით როგორ შეიძლება რომ წდებოდეს დავა, ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის ეროსი კიწმარიშვილი დღეს აღმოჩნდა ღია იარაღი ხელისუფლების ხელში, რომელმაც გადაწყვიტა სწორედ ამ ფორმით მოეგვარებინა პრობლემები. ერთ-ერთი მე იმედი მაქვს რომ ეროსი კიწმარიშვილის ეს საქციელი არის რაღაცა მისი ნერვიული აშლილობის მიზეზი და ეს არ არის ხელისუფლების დაკვეთა, იმიტომ რომ მე მაქვს ეჭვი რომ ეს ყველაფერი აი გუშინდელი პროცესები მე მაქვს ეჭვი რომ საერთოდ ეს ბოლო უკანასკნელი პროცესები რაც ხდება მედიასთან დაკავშირებით, თუშვად პრესის ჯიხურებთან დღეს მაესტროსთან დაკავშირებით ყველაფერი არის ურთიერთკავშირში. და საინტერესოა ეს შევარდნა რას ნიშნავს მე ვერ გავიგე უბრალოდ არის პირდაპირ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეშლა, ჩაშლა ტელეკომპანიის მაუწყებლობის დამფუძნებელმა და თქვათ მართველმა კომპანიამ შეიძლება ერთმანეთში იდაოს, საქმე გაარკვიოს, სასამართლოში იდაოს და არა ამ ფორმით, რომ ვიღაცა კედელზე გადახტეს, გადაძვრეს, მერე შევარდეს, ვიღაცა გამოაგდოს იქიდან და აღარ შეუშვას. მინდა თქვა რომ არანაირი უფლება პატრონს არ აქვს, არ უშევდეს თანამშრომლებს. ფლობელი არის ფლობელი.
და ის რასაც ახლა ევროსი ჩადის, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ორჯერ ვიყავი მე ესეთივე სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლების ჩარევით დაიხურა ტელეკომპანია, რომელსაც მუშაობდი. მე მგონია რომ ეხლა სხვა დროა, ესე იოლად ეს არ მოხერხდება. ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული. აი, გამეხარდა რომ უკვე იძულებული გახდა დაცვა, რომ შეეთხელებინა ეს თავისი კორდონი და უკვე შეუშვა ჟურნალისტები შენობაში. ძალიან კარგი იქნება თუ ეს ჟურნალისტები დაიწყებენ მუშაობას და ეხლა ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენ სიყოჩაღეზე და დანარჩენი ყველაფერი გაირკვევა. დაჭრის თანამშრომელი კიდე როგორი არის თანამშრომელი რა გინდა იდენტიფიცირებას არ შეიძლება აი წყობიდან გამოვიწყდა ტელევიზიაში გამოთარებაში მე დავალაპარაკო ნუ კარგ როგორ შეაფასებთ სიტუაციას რეგიონში პირველად ცხოვრებაში ნახე პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივანი როგორ მიძვრება ღობესზე ამის შეფასება მე ნამდვილად მიჭირს ეს არ არის ნორმალური ადეკვატური ადამიანის აქცია საზოგადოებამ უკვე საბოლოოდ დაინახა ვინ არის ეს ადამიანი და რა განზრახულობები ამოძრავებდა მას როცა პოლიტიკაში მოდიოდა ღია შეტევა მიიტანეს ამ ტელეკომპანიაზე განსხვავებით 2007 წლის იმედთან დაკავშირებით ეს უკვე შეფარული შეტევაა რომელსაც სამწუხაროდ განსაზღვრელოს თამაშობს ბატონი კიცმარიშვილი მე ამდენხანს მეგონა და ვიცოდი რომ ეს კაცი იყო პოლიტიკოსი თავისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე ქართულ პარტიაში აღმოჩნდა რომ ჟურნალისტობაზეც აქვს კიდევ პრეტენზია ამასთან ერთად სამართალდამცავების პირდაპირ მოვალეობა ხელი შეუწყონ და პირიქით ხელი არ უნდა შეუშალონ ტელეკომპანია მაესტროს ყველა თანამშრომლის შესვლას შენობაში და ტელეკომპანიის სრულფასოვან ფუნქციონირებას. ეს იქნება ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები, რედაქტორები, ყველა ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს ტელეკომპანიის ფუნქციონირებას, ყოველგვარი პრობლემის გარეშე უნდა იყვნენ დაშვებულები ტელეკომპანიის ტერიტორიაზეც და შენობაში. სადაც მუშაობ, გავაკეთო ჩემი საქმე, ამიტომ მივდივარ რადიო მაესტროში და იქიდან წავიყვან გადაცემას იქამდე სანამ არ მექნება საშუალება რომ ტელეკომპანიაში გავაგრძელო ток-შოუ. ჩვენ არ ვაპირებთ ეთერის გაჩერებას, უწყვეტ რეჟიმში გვინდა გადავცეთ ის რაც რეალურად ხდება და კიდევ ერთხელ ვამბობ, ის რა განცხადებას გავრცელდა ტელეკომპანიის თანამშრომლების მხრიდან, ძალაში რჩება. ჩვენ ვითხოვთ რომ დატოვოს ტელევიზიის ტერიტორია ეროს კიცმარიშვილმა იმისთვის რომ მოგვეცე საშუალება ნორმალურად გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ინციდენტი ძალიან ცუდ საქმეს უკეთებს უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას. იმიტომ რომ ფორმალური მიზეზი რა იქნება სულ ერთია, ბევრი მოქალაქისთვის ეს მოვლენა დაბრალდება ხელისუფლებას და მე მგონი ამიტომ ხელისუფლება უნდა ეცადოს რომ ნორმალურად გაიხსნას კვანძი და პირიქით უარესი არ მოხდეს.